დაიწიგნის სათაური არის კარდუ. სამშობლო ცოდნეობა იცით, რომ ეს სტუდენტებისთვის გაკეთებულია საგანგებოდ და ვინაიდან თლად წიგნის სათაურად გადმოვიტანეთ, ამიტომ ესე იგი ყველა დაინტერესებული ხდება, რომ ამ სიტყვაშია ჩადებული მთელი წიგნის სათქმელი. აი ასეთი თემა გვაქვს, მე-19 გასაკვეთი ქალდეა კარდუ. ეხლა თქვენ უკვე ხვდებით, რომ ეს თემა სათაური თვითონ უკვე იმას მოწმობს, რომ ჩვენ ქალდეველები ვართ, ეს არის ჩვენი წარსული, ჩვენი ესე იგი წარმოშობის საწყისი და გრიგოლ რობაქიძე თვითონ სიტყვა კარდუს საქართველოს მითიურ შუაგულსაც უწოდებს. ანუ მითიური ნიშნავს ყველა დროის საქართველო რო ავიღოთ, წარსული, დღევანდელი, აწმყო და მომავალი ერთად, რაც ქართულ მოდგმას, ქართულ ისტორიას, ქართულ ჯიშს, ჩვენს ფესვს და ჩვენს გულის ცემას ერთად, რასაც წარმოადგენს ეს სიტყვით, აი ეს არის კარდუ. ესე იგი, როგორც ვთქვით, ქალდეა უძველესი სამშობლოა ქართველების. ესეც იცით, რომ ამ ბოლო პერიოდში წავით ამაზე ლაპარაკით, 2 წლების განმავლობაში და ათეული და ასეული წლების განმავლობაში ეს ისტორია წაგვართვეს და სამწუხაროდ ძალიან მცირე ადგილას თუ დაიწყო მხოლოდ ამის ხმამაღლა გაჟღერება. თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ ვინაიდან უკვე დაიწყო, ხვალ და ზეგ ეს უფრო გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და შეიძლება ითქვას, რომ ამის დაწყება უკვე ერთგვარად იერის გაბრწყინების დასაწყისას ნიშნავს. ეხლა მე საგანგებოდ, სანამ მეუფე ანანიას ამ მეცნიერულ ღრმაზროვან ისტორიულ დაკვირვებებს წარმოგიდგენთ, უცხოელი კაცის, გენიალური ავსტრიელი მწერლის ჰუგო ჰუპერტის სიტყვები მინდა წაგიკითხოთ. ეს არის რუსთველოლოგი, ანუ ფაქტობრივად მან თარგმნა ჩვენი ვეფხისტ ყაოსანი. ქართველები ეს არის ხალხი, რომელთა უჯრედები ატარებს შუმერების, ურარტუელების, კოლხების, იბერების, ხალიბების, არიელების და სხვა პირველი ცივილიზაციებისა და კულტურის შემოქმედთა გენეტიკას. ეს არის დიდი კარდუსერი, რომელიც იმდენი ჭამეს გარეშე მტრებმა, სანამ არ დააქვეითეს მისი ძლიერება. აი ეხლა ამ პატარა ფრაზაში უცხოელი მეცნიერი ჩვენი ერის შესახებ საოცარ ინფორმაციას გვაწვდის, რომ ჩვენი ცივილიზაცია და სიტყვა კარდუ ზუსტად ამას ნიშნავს, რომ აი ჩვენი ისტორია, ესე იგი უძველესი ცივილიზაციის, პირველი ცივილიზაციის სათავეებთან გვხვდება, ჩვენი კულტურა, ჩვენი გენეტიკა, ჯიში ქართულად. აი ესეთი საოცარი სიტყვებია. ახლა მართლაც ეს უკვე ნაშრომი არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეუფე ანანიასი, დიდი ისტორიკოსის, ჩვენი უსაყვარლესი მანგლელი მიტროპოლიტის და მე შევეცდები, რომ აი ესე მეც დავაკვირდე და ერთად დავიკითხოთ ეს უცნაური და ჩვენთვის ახალი ხედვა ჩვენი ერის წარსული ცხოვრების და ჩვენი ერის მოდგმის. ა ブラ ამი ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი იყო, წარმოშობით შუამდინარელი. მისი მამის სამშობლო ქვეყანა იყო ქალდეა, ქალაქი ური. ამ დროისათვის ქალდეა ერქვა ქვეყანას ტიგროსა და ევფრატს შორის, თითქმის სპარსეთის ყურედან ბაბილონამდე. აქ როგორც აღნიშნული იყო, ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეპოქაში ჯერ შუმერები,
შემდგომ ხურიტები და პროტოქართველების მონათესავედ მიჩნეული სხვადასხვა ტომები სემიტებთან ერთად. იცით, რომ სემიტებიდან უკვე ებრაელი ხალხი დაარსდა, ანუ მოდგმით წინარე ჩვენი არსებობით ჩვენ ფაქტობრივად ერთი მოდგმისანი ვართ. ჩვენთვის საინტერესოა, რომ ქალდეა უფრო მოგვიანებით ეწოდებოდა დღევანდელი საქართველოს მეზობლად მდებარე ქვეყანასაც ურარტოსთან პონტოს ჩათვლით გადაშლილ მხარეს. ურარტუელთა უზენაეს ღმერთს ქალდ ეწოდებოდა და ისინი თავიანთ თავს ქალდეველებად მიიჩნევდნენ. აი, კიდევ ერთგან ურარტუს კულტურაში გვხდება ესეთი დასახელება. საფიქრელია, რომ ტერმინი ქართველი დაკავშირებულია ქალდთან და მისი მეშვეობით სხვა ამავე ძირის წინააზიურ უძველეს სახელებთან. ამას წერს ვიმონ ჯანაშიამ, მოყავს მეუფეს მისი მეცნიერული კვლევა. სახელ ქალდეას ივანე ჯავახიშვილიც აკავშირებდა ქართველებთან. დაკვირვებამ დაგვარწმუნა ეს ბატონი ივანეს პირადი სიტყვებია, რომ ქართ მეგრული შტოს ტომების საკუთარ სახელებში ქართუელი, კარდუხი ერთი და იგივე ქვეყნის სახელი გვხვდება. იგი არის ქართუ, ანუ კარდუ. რა კი ამ ქვეყნის სახელი ორივე შტოს ტომების სახელწოდებაში მოიპოვება, უეჭველია, იგი ქართველების თავდაპირველი სამშობლო უნდა ყოფილიყო. ამ სამშობლოს ხსოვნა მესამე შტოს წარმომადგენელს ჯვანებსაც აქვს შერჩენილი. ეს კარდუ, ანუ ქართუ, განთქმული ქვეყანა ქალდეა არის. ეს არის ქართველი ერის ისტორიიდან პირველი ტომიდან აღებული. საერთაშორის მინდა გითხრათ, რომ აი სოფელი ქალდე, ესე ხალდე, სვანებმა უფრო ხალდე იციან, ხილსნაცვლად ხილს ხმარობენ, კუთხურად. იცით თქვენ, რომ სულ ბოლოს კომუნისტური რეჟიმი რო შემოვიდა, მთლიანად რომ დაიკავეს ჩვენი ტერიტორია, ბოლომდე შეეწირნენ იქ სვანები, ოღონდ ზარბაზნებით გაანადგურეს ყველაფერი და უკანასკნელი სოფელი ასე გააწითლეს. ხო და იმის შემდეგ იქ ადამიანს არ უცხოვრია და ძალიან მცირე ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ასეთი ინფორმაცია შემხვდა, რომ მიმდინარეობს სვანური ამ დასახლების ხალდეს, ესე იგი სოფლის აღდგენა. ესეთი სასიამოვნო ინფორმაცია მიიღე. ის ნანგრევები იყო შერჩენილი და მას შემდეგ იქ ადამიანის ფეხი ფაქტობრივად არ დადგმულა და ახლა დაუწყიათ იმის რეკონსტრუქცია და აღდგენა. ასე რომ ქალდეა არა მარტო აბრაამის წინაპართა სამშობლოა, ის ქართველთა პირველ სამშობლოდაც შეიძლება ჩაითვალოს. აი ეს ერთგვარი დასკვნათ მიიღეთ ჩემო ძვირფასებო. ასეთი ვერსიის არსებობდა, უნდა მიუთითებდეს, რომ ქალდეველთა ქვეყანა სემიტებთან ერთად ალბათ ქართველთა მონათესავე, ანუ პროტოქართული ტომითაც იყო დასახლებული. შუა მდინარეთში ქართველთა მონათესავე ტომებს ქრისტეს შობამდე 10-ული წლებით ადრე დაცული ჰქონდათ მცირე მარცვალი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ქალდეველთა ურში მცხოვრებ აბრაამს კი ჰქონდა შეურყვნელი სარწმუნოება ღმერთზე. ანუ ერთ ღმერთიანობა, აი ნამდვილი ღმერთის არსებობა. მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილ ლოტს, ჰარანის ძეს, თავის ძალს სარას, თავისი ძის აბრაამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ. ახლა ეს ადგილი, რაც წაგიკითხეთ, ბიბლიაში არის დაბადების მე-11 მუხლში. ქალდეველთა ურს, სადაც ცხოვრობდა მამა აბრაამი, თარა, ანუ მამა აბრაამისა, ანუ თერახი, იგივე თარა, ჩვეულებრივ აიგივებენ სამხრეთ მესოპოტამიის ქალაქ ურთან,
საიდანაც ის ოჯახთან ერთად გადასახლებულა ქალაქ ხარანში, მესოპოტამიის ჩრდილო ნაწილში. იგი იქვე გარდაიცვალა. როგორც აღინიშნა, მესოპოტამიაში საზოგადოდ საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა ხალხები ცხოვრობდნენ. ისტორიკოსთა თანახმად, ქრისტეშობამდე მე-3-1000 წლებში აქ მცხოვრებმა შუმერებმა შექმნეს პირველი ქალაქი. სახელმწიფოები ერიდუ, ური, ურუკი, ლაგაში, ნიპური. შემდგომ აქ შემოდიან სემიტური ტომები, რომლებმაც აითვისეს შუმერთა კულტურა, ანუ მიითვისეს. ქრისტეშობამდე მე-3000 წლებში აქ სარგონ მეფემ შექმნა ერთიანი სემიტური მესოპოტამიის მომცველი სახელმწიფო აქადი. ამავე მე-3000 წლებში აქ შეიჭრნენ კვლავ სემიტური ამორეელთა ტომები. მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო დედაქალაქი იყო უკვე ბაბილონი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი. ძველ ბაბილონური სახელმწიფოს შექმნელადაა მიჩნეული მეფე ხამურაბი, კანონმდებელი. ხამურაბიანთა დინასტია დაამხეს ხეთურმა ტომებმა ქრისტეშობამდე 1520 წელს. მეორე 1000 წლეულის შუა ხანებში მესოპოტამიაში გამოჩნდნენ ხურიტები, სახელმწიფო მითანის შემქმნელები. ხურიტები ისტორიკოსთა ერთი ნაწილის თანახმად ქართველთა წინაპრებადაა მიჩნეული, ისევე როგორც ზოგიერთი ხეთური ტომი და განსაკუთრებით პროტოხეთები, ანუ წინარე ხეთები. აბრაამის მამის თარას ქალდეველთა ურიდან გადმოსვლის დროისათვის ქალდეა მართლაც ქართველთა წინაპარი ტომებით ყოფილა დასახლებული. ესეც ერთგვარ დასკვნად მივიღოთ ჩემო ძვირფასებო. მსოფლიო წარღვნის შემდეგ უფალმა ღმერთმა აღთქმა დადო, ანუ კავშირი შეკრა მთელ კაცობრიობასთან, ნოეს საშუალებით. შემდგომ აბრაამის საშუალებით ადამიანთა თანამონათესავე ჯგუფთან, ხოლო სინას მთაზე უფალი ღმერთი დაუკავშირდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ ხალხს, იაკობის შთამომავლებს, ისრაელთა შვილებს. მან მისცა მათ კანონი, გადააქცია ის თავის რჩეულ ერად. ხარანში ყოფნისას აბრაამი იღებს ღვთისაგან ბრძანებას. უთხრა უფალმა აბრაამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშელის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენ სახელს და კურთხეული იქნებ. დაკურთხებ შენს მაკურთხეველს ვაკურთხებ და დავწყევლი შენს მაწყევას. კურთხეული იქნები, იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა. ესეც დაბადებიდან არის ამ მონაწერი. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა მამები უცხოელ საეკლესიო მოღვაწეთა დარად ცნობის წადილით ეძიებდნენ წინაპრებს ღვთისმშობლის წირხვედრი ერისას. დასტური ამისა არის ლეონტი მროველის ეპისკოპოსის და არსენ ბერის შრომები ქართველთა ეთნოგენეზისის შესახებ. არსენ ბერი, ჩვენ ქართველები შვილნი ვართ მათ. არიან ქართლით გამოსულთანი. არიან ქართლით გამოსული ხალხი ქრისტეშობამდე დასახლებულა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ალექსანდრე მაკედონელის მიერ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის, ესე იგი საქართველოს შენება დაუწყია. იწყო შენებად ქვეყანასა ჩვენსა, ხოლო თანახვა აზოვე, აზო, ანუ ასეთ სახელის კაცი იყო, ძე არიან ქართველთა მეფეთა და მისცა ქვეყანა ეს ჩვენი სამეფოდ, ეს ქვეყანა მისცა და სამკვიდრებელად და გაუჩინა საზღვარი ჰერეთი და ეგრის წყალი, სომხითი და მთაი ცროლისაი და თვით წავიდა. ამ კონცეფციის თანახმად მოსახლეობა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოისა
შთამომავალია არიან ქართველებისა. ისინი აზოვემ არიან ქართველის მეფის ძემ საქართველოში ჩამოასახლა. ანუ აზომ ჩამოასახლაო. მაგრამ ვინ იყვნენ და სად ცხოვრობდნენ არიან ქართველები? სად იყო არიან ქართლი? არსებობს მეორე კონცეფციაც, რომელიც მიეწერება ლეონტი მროველ ეპისკოპოსს. ლეონტის თანახმად, ქართველი ერი ჩამოყალიბდა საქართველოს მიწა-წყალზე. ქართველ ტომთა ეთნარქები იყვნენ ქართლოსი, ეგროსი, ჰეროსი და სხვანი. მათი წინაპარი თარგამოსი კი სამხრეთის ქვეყნიდან ჩამოსახლდა ამიერკავკასიაში. საერთოდ ჩვენი ერის ანდა მისი წინაპრის სამხრეთიდან ჩამოსახლების თეორია ბუნებრივია. რამე თუ სამშობლო კაცობრიობისა, ძველი ხალხებისა და ერების მესოპოტამიაა. ნახეთ, აი ამას დააკვირდით ძალიან გთხოვთ. მე რამდენჯერმე ვახსენე მესოპოტამია და ფაქტობრივად მეუფე ანანია რამდენჯერმე ამბობს, რომ ცივილიზაციის სათავე, კაცობრიობის საწყისი ძველი ერებისა არის მესოპოტამია და აი იქიდან მოიაზრებენ ქართველთა მოდგმას. ბიბლიის თანახმად ისინი გავრცელდნენ მსოფლიოში. ყველა ძველი ერი თავის წინაპარს მესოპოტამიასა და წინა აზიაში ეძებდა, მათ შორის ქართველები. მით უმეტეს, რომ წმინდა წერილი ძველი კომენტატორები წერილის ქართველთა, ანუ იბერთა წინაპრებს ასახელებდნენ ნოეს უახლოეს შთამომავალთა შორის. დაბადებაში ნოეს ძის იაფეთის შთამომავალთა შორის მოხსენებულია თუბალი და მოსოხი ქართველთა წინაპრებადაა მიჩნეული, როგორც ძველ, ისე ახალ ისტორიკოსთა მიერ. ხოთაშორის აი თუბალი, აი აქ რაც წერია, ითვლება ასევე პირველი შემქმნელი ჩასაბერი საკრავებისა. აი სალამური რა, რომელიც ყველაზე ძველი სალამური იპოვეს საქართველოში. და კიდევ ერთი საოცარი რა მოხდა, ის იგივე მასწავლებელო ბარემ ამასაც დავამატებ, მე შემძრა ამ ამბავმა. ესე იგი, ერთ-ერთ კელაპტრიშვილი ომარი, რომელიც მსოფლიო დონის მოღვაწე იყო, ვიღაც შვეიცარიელ კაცთან აღმოჩნდა დიდ მუზეუმში. ამ კაცს ჰქონდა დედამიწის ზურგზე რა ჩასაბერი საკრავიც არის, ყველა შეუძენია და მუზეუმი ჰქონდა მაგის. რა თქმა უნდა, იქ იყო ქართული სალამურიც. ხოდა, ასეთი რამე გაუკეთებია ამ კაცს. აბო, ეხლაო, ჩამოუხსნია ქართული სალამური და ომარისთვის უთქვამს, აბო დაუკარი რაღაცაო, აი ქართული. დაუკრა თურმე სულიკო რა, ეს ცნობილია ყველა მიცის და დაუკრა მშვენივრად, კარგად, ლამაზად, გემრიელად. ეხლა უთხრა, ეხლა ეგო დააბრძანე თავის ადგილზეო და აი აქ რა 200 თუ 400 ინსტრუმენტი იყო. ნებისმიერი აიღეო აბა და თუ დაუკრავ სულიკოს. ბიჭო, ესე იგი ომარი ყვება, ერთი 20-30 გამოიცვალა და ვერ უკრავს. რა დამემართა კაცი იძახის, კაცო. რა დამე ვერა, ნუ ემას ეღიმება, არაფერს ხმას არის რა. ხოდა ბოლოს უთხრა, რომ კარგიო, აღარ გაწვალებო ამდენსო რა. თურმე ლავი მასწავლებელო, ესე იგი ერთადერთი მსოფლიოში ყოფილა ქართული სალამური 3 ოქტავაზე გაწყობილი. დანარჩენი ყველა ჩასაბერი ინსტრუმენტი 1 ოქტავაზე ყოფილა გაწყობილი და 3 ოქტავაზე გაწყობილი სიმღერები თურმე არ იკვრება 1 ოქტავაზე გაწყობილ ჩასაბერ ინსტრუმენტებზე. აი ესეთი სასწაული მოხდა და ამიტომ ვერავინ შენგია, რომ ვერავინ ვერ დაუკრავსო ქართულ მელოდიას 3 იმაზე გაწყობილს ერთიანზეო. ხოდა მე აიღო სალამურიო, გულზე მომეშვა ომარი ყვება და მე თუ რამე დიდი მსოფლიოში განთქმული კომპოზიტორების მელოდიები იყო, თურმე უკრავდა ყველას ესა და გააგიჟა მთელი ხალხი რა. აი ესეთი
კიდევ ერთი აღიარება, აი თუბალი მე იქიდან დამამახსოვრდა, მე ეს თემა შევისწავლე და სახტად დავრჩი. ფლავიუს თარგამოს ფრიგიელთა წინაპრად მიიჩნევს ლურსმულ და იეროგლიფურ ტექსტებზე დაყრდნობილ. მაშა სადამე ბიბლიური თუბალი წინაპარია იბერებისა, ანუ ქართველებისა. აი მე რო თუბალზე გითხარით, იმ თუბალზეა ლაპარაკი. იოსებ ფლავიუსის ამ კომენტარს ეთანხმებიან და ავრცობენ ჩვენი მეცნიერები. რაც შეეხება ბიბლიურ მოსოხს, ისიც ქართველთა მესხური ტომის წინაპრად იყო მიჩნეული. ამჟამად კი ჩვენ შეგვიძლია ის დაუკავშიროთ ქართლის ცხოვრების თარგამოს. სიმონ ჯანაშია ბიბლიის თუბალებსა და მოსოქებს ერთი წარმოშობის ურთიერთმეზობლად მცხოვრებ ხალხად მიიჩნევს. ქართველთა წინაპრები დასჯილან იმის მიერ, ვისი ხელითაც დაისაჯენ ისრაელები, ანუ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ დატყვევებულ და გადასახლებულ იქნა უცხო ქვეყნებში. გადაუსახლებია ჩრდილოეთის ქვეყანაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ასეთი ინფორმაცია. კავკასია ძველთაგან სამშობლო იყო ქართველების, ისევე როგორც წინა აზიის ზოგიერთი რეგიონი. ამ დროისათვის მოხდა არა ქართველთა გადასახლება, არამედ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლეს მათმა პოლიტიკურმა ცენტრებმაო. ანუ ამით რას ამოვწიცით, რომ ისე არავინ იფიქროს, რომ კავკასიაში ახლა სადაც ცხოვრობთ, აქ ქართველები არ იყვნენ. აქაც იყვნენ, მაგრამ აი პოლიტიკური ელიტა იყო ჯერ ქალდეაში, მესოპოტამიის მხარეს. მაგრამ მე ეტყობა აქ, რომ ბაბილონის გოდოლის შენებლობა და მთელი არეულობა დაიწყო, ეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა გადმოსულა საცხოვრებლად კავკასიისკენ. ყოველ შემთხვევაში თუბალისა და მეშეთის ძველი დიდება საუკუნო წარსულად იქცა. მათი ადგილი იბერმა დაიჭირა. ქრისტესშობამდე რამოდენიმე საუკუნით ადრე ქართველური წარმოშობის ხალხები იქცნენ მცირე ტომებად. დაემხო მათი ერთ დროს სახელოვანი სახელმწიფოები. თავიანთი უბედურებისა და ვაჭრობის დროს რამდენიმე ნაკადად მოაშურეს კავკასიას, სადაც ეგულებოდათ სახელმწიფოებრივი გაერთიანება. მათი მონათესავე ქართული ტომები, სახელგანთქმული კოლხეთი, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილია. მართალია კოლხეთის ძლიერების ხანა ქრისტესშობამდე მე-9-მე საუკუნეების დროს ამ დროისათვის განვლილი იყო, მაგრამ ის მაინც ფეხზე იდგა და ბუნებრივი საზღვრებისგან დაცულ ძლიერი მტრებით ნაკლებად ჰყავდაო, ანუ ძლიერი ქვეყანა იყო. მომავალი საქართველოსკენ მოიწევდნენ ტიბარანებად ქცეული თუბალები, მესხდებად ქცეული მუშქები, ახლა მცირე ტომებად ქცეული ქალდეველები, ანუ ხალიბები, კარდუხები. აღნიშნული დროისათვის კავკასიაში შეყუჟულ ტომებად იყვნენ ქცეული, მაგრამ უფალ ღმერთს ისინი არ დაუვიწყებია. მისცა ძალა, რათა ჩამოეყალიბებინათ ერთიანი ქართლის სამეფო ცნობილი სახელმწიფო. შეკრა ისინი ერთიან ერად და ამის შემდეგ, რაც დედამიწაზე მოსული ძეღვთისა ჭეშმარიტი ღმერთი ამაყდა, ეჩვენა დედაღვთისას და უთხრა ქართველთა ერის შესახებ. ой დედაო ჩემო, არა უგულებელყო, ერი იგი საზეპურო, უფრო ის ყოველთა ნათესავთა ეოხებითა შენითა მართვის. ეს არის ქართლის ცხოვრების პირველი ტომიდან ამონარიდი. საქართველო უფლის რჩეულ ერად იქცა, ყველა ქრისტეს მოყვარე ერის მსგავსად. ამ სიყვარულის ნიშნად პირველ საუკუნეში ჩვენმა ერმა მიიღო ზეცით ქსოვილი კვართი უფლისა, ერთიანი, მთლიანი და დაუნაწევრებელი, ნიშნად იმისა, რომ საზეპურო ერი მის წიაღში შენახულ კვართის მსგავსად სამარაჯამოდ მის მეორედ მოსვლამდე ერთიანი, მთლიანი
და დაუნაწევრებელი უნდა დარჩენილიყო, თუკი ქრისტიანობას დაიცავდაო. ანუ ჩვენი მისია, აი როგორც ჩვენ ედიშერ ჭელიძეს ნააზრები წავიდიხეთ, პატრიარქის სულ მაგას გვეუბნება და აკაკი მინდიაშვილი ვიცით, იგივე მეუფე ანანიაც ამბობს, რომ კვართის ჩვენი ქვეყანა ვართ, კვართი არის უმნიშვნელოვანესი და ეს ქრისტეს სამოსის უკერველობა ნიშნავს, რომ ქართველი ერის მისია, ანუ საღვთო დავალება არის, რომ ერთიანად და დაუნაწევრებლად დავიცვათ ჩვენი მართლმადიდებლური ჭეშმარიტი სარწმუნოება ქვეყნის აღსასრულამდე, ანუ ბოლომდე. უფალმა ათეულ ტომებად ქცეული ქართული ეთნოსი ქრისტეს შობამდე მესამე-მეოთხე საუკუნით ადრე ერთიან ერად აქცია ეროვნული სახელმწიფოს დაარსებით. ერთიან ქართველ სახელმწიფოს ქართლის სამეფოს, ხოლო უცხოელები იბერიას უწოდებდნენ. მოქცევაი ქართლისას თანახმად მისი დასავლეთის საზღვარი ეგრის წყალზე გადიოდა, ასე რომ ის მოიცავდა აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს. ამ სახელმწიფოს ხალხი ერთნაირად შეკავშირდა და მას ქართველნი ეწოდებოდათ. აი ასე გახდა ეს სახელწოდება აქედან დაიწყო. სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ხო და ამიტომ ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კარდუ ქართულზე გაცილებით ძველია და აი ამ სათაურში იმიტოდებს თავარი არსი ჩადებული, რომ ეს ჩვენ ძალიან ძველ ესე იგი ცივილიზაციასთან მივყავართ აი ამ ცნებას, დასახელება კარდუს. სამხრეთიდან ჩრდილოეთით ქართული ტომების შემოსვლას, ანუ პოლიტიკური ცენტრების გადმონაცვლებას გარკვეულად გამოუცოცხლებია ძველი კოლხეთის. სამეფოდ ჩამოყალიბდა საქმე ის იყო, რომ კოლხები და შემოსული ტომები, როგორც აღვნიშნეთ, ერთი ეთნოსი, ერთი წარმოშობის ხალხი იყო. ასე მაგალითად, სიმონ ჯანაშია ფიქრობდა, რომ კოლხური ბრინჯაოს კულტურა შეიძლებოდა თუბალის, თობელის კულტურა ყოფილიყო. უნდა ვიფიქროთ, რომ კოლხეთის სამეფოს, ეს უკვე მე-4 საუკუნეებია ჩვენ წინთაღრიცხვამდე, წინახშივე საფუძველი ეყრება ახალ ერთიან ქართლის სახელმწიფოს. ეს უკვე არის ფარნავაზის მიერ დაარსებული, ჩემოდმით ფასებული. აი ესენი უკვე წერია ისტორიებში. აი ახლა რაც წაგიკითხეთ. ანუ კოლხეთზე უკვე წერია. ფარნავაზზე უკვე წერია. უნდა ვიფიქროთ, რომ კოლხეთის გაქრისტიანების შემდგომ, როგორც მოსალოდნელი იყო, შეიცვალა და შეიცვალს ნეობა ყოველი ქართველისა. გარდაიქმნა ეროვნული თვალთახედვა, შეიცვალა წარმოდგენები წესჩვეულებანი და მიდრეკილებანი. მით უფრო, რომ ქართველობა ქრისტეს ერთხული იყო, არა 100 და 200 წლის, არამედ 2000 წლის მანძილზე და ასეთად რჩება ამჟამადაც. წარმართობის დროს ქართველთა ხასიათი, ქცევები და ჩვეულებანი სხვაგვარი ყოფილა, უფრო ჰეროიკული და გმირული. აი პატრიარქი კიდე რას ამბობს ხოლმე, ასეთ ფრაზას ამბობს, რომ ესე იგიო, ეს პატრიარქმა იტოვა ქართლის ცხოვრებაში ეს ფრაზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართლოსისა და მცხეთოსის შემდეგ ქართველებმა დაიწყეს კერპების შექმნაო. ამით პატრიარქი იტყვის, ესე იგი ქართლოსი და მცხეთოსი იყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენი საწყისი, ქართული მოდგმის საწყისი, ჩვენი წინაპარი ადიდებდა ჭეშმარიტ ღმერთს. ეს არის ძალიან ჩვენთვის საამაყო. ქართველთა წინაპრები, თარგამოთის შთამომავლები იყვნენ, სწორედ თარგამოს უწოდებდნენ გმირს. ის ბაბილონის გოდლის დაქცევის შემდეგ წამოსულა შუამდინარეთიდან და დამკვიდრებულა კასპიის და შავი ზღვის შუა, არარატისა და კავკასიის მთებს შორის. მას 8 შვილი ჰყოლია.
გამირნი, ძლიერნი და სახელოვანი. წმინდა ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, ილარიონ ქართველი, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები და მრავალი სხვა სულიერი მოღვაწენი იქცნენ ქართველთა ზნეობრიობის მასწავლებლებად. მათ დაიჭირეს ის ადგილები, რომელიც ადრე ქართველთა ცნობიერებაში გმირებს ეჭირათ. ანუ ფაქტობრივად, როდესაც უკვე ქრისტე სწავლებას იღებს ერი, რომ იტყვიან, თლიანად ქრისტეს ჟულზე დაფუძნდა და მყარად დადგა, გასწორდა, რომ იტყვიან და ჭეშმარიტების მსახურ ერად იქცა, განიწმინდა ყოველგვარი ნაოჭო ბრძოლისგან, ბრძვილისგან, ყოველგვარი ნაკლისგან და ქრისტეს ერად შედგა. მოგვიფასებო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე განსაკუთრებით რატო წავიკითხე ახლა ერთ თლიანად მეუფე ანანიას ნაშრომი, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს სწავლებაში ჯერჯერობით არ არის, მეუფემ კი ამდენი იშრომა, მაგრამ ჯერ აი სადაც სწავლება ხდება, სამწუხაროდ იმ ფართო წრეებისთვის ეს შრომა, ეს ამხელა კვლევები ჯერ მიაჩნიათ, რომ საფუძველი მოკლებულია და მაგასაც კი იძახიან, რომ მეუფე ანანიას ნაწერებიო არ არის ანდო. ხო და ნუგზარი ივანიშვილი იტყვის ხოლმე, რომ მეუფეოს უშრომობს, მაგის დარდი არ აქვს, მაგას ახლა ისინი რას იტყვიანო, მაგრამ რა გაიხსენა ერთხელ თურმე მეუფე ანანიამ, რომ იყო დრო, როცა თურმე საქართველოში ქართველებმაც არ ვიცოდით, რომ ანდრია პირველწოდებულმა იქადა საქართველოში ქრისტიანობა. ხო და პირველად თურმე მეუფე ანანიას რო ეს საკითხი სინოდზე დაუყენებია, მეცნიერებმა თურმე დასცინეს და კიდევ მრავალმა განსწავლულმა სასულიერო პირმაც. ხო და მერე პატრიარქიო მეუფე ყვება, რომ მე ცრემლი მომადგაო და ვეღარ ვაგრძელებდიო რა. ჯერ ახალგაზრდა ვიყავიო და პატრიარქი ადგა მერეო, ილია მეორე და თქვა, რომ კაც დაასრულებინეთ ბოლომდე. თქواس ბოლომდე. მე იმდენად გამიჭირდაო, გაგრძელებაო, აი ახალგაზრდა ვიყავიო, რომ ეს სურვილი დავკარგე, ძალა დავკარგეო რა თითქოს, მაგრამ აი გამხნევება პატრიარქისა, ძალა შემძინაო და ძლივს დავასრულეო რა ეს თემა. და ნახეთ ახლა თუ მაშინ ამ თემას დასცინოდნენ მეუფეს, დღეს უკვე 12 მაისი ანდრიაობად არის ცნობილი და მთელი საქართველოში წირვალოცები ტარდება და ყველა მიცის, რომ ანდრია პირველწოდებულმა მოაქცია საქართველო და იმის გარდა კიდევ 4 სხვა მოციქული და ზოგიერთი ვერსიებით 8-ზეც კი არის. ხო და ერთი ანდრიაც კი ეყოფა ამ საქმეს, ეს იმდენად მნიშვნელოვანი მომენტია ქართველებისთვის. ეგრე რომ მეც მგონია, ნამდვილად ესე მგონია, იმიტომ რომ მე ახლა შემოგვიფასებო მეუფე ანდრიას თუ დააკვირდით მეუფე ანანიას მოსაზრებას, საფუძველს უმყარებს ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება. მე ადრე გითხარით, რომ ილია ჭავჭავაძეს თანამ აქვს, მე პირადად წაკითხული ლინგვისტურად როგორ ამტკიცებს, რომ ჩვენ მესოპოტამიის მხარედან, აზიიდან მოვდივართ, ჩვენი სამშობლო ის უნდა იყოს, ილიაც გულიც გრძნობდა ამას. და მე პირველად ეს თემა გრიგოლ რობაქიძის თანამ აქვს წაკითხული. აი გრიგოლი იძახდა, რომ აბა დააკვირდით ხევსურებისა და სვანების ტრადიციებსო, პირდაპირ ეს იმ შუმერებთან და ძველ მოდგმასთან მივდივართო, ქართული მოდგმაო და მოვადრო და ეს გაცხადდებაო, იძახდა გრიგოლ რობაქიძე, გული უგრძნობდა მაგასაც. ხო და ახლა ღვთისმადლით უკვე იმდენი მეცნიერები ამბობენ ამას, უკვე ფართო წრეში იწერება, გამოდის წიგნები, ლექციები ტარდება, ეგრე რომ ეს ხვალდაზე უკვე გაცილებით უფრო სარწმუნო იქნება მთელი საქართველოსთვის. იმიტომ რომ თან ყველაზე საოცარი რა არის? ამოდის და ამოდის არქეოლოგია, საიდან აღარ ამოდის ეს უნიკალური მასალები, სოფლიო რო სახტად რჩება და რაც დრო გადის, თითქმის საქართველოს ყველა კუთხეში აღმოჩნდა ასეთი ძველი საოცარი
ნივთები. ასევე მინდა გითხრათ, რომ კახეთში აღმოჩნდა, ხაშურისკენ აღმოჩნდა, აჭარა არის ველთა ძველი, სკობულეთისა და ბათუმის მხარე, ვანი არის ველთა ძველი და ასე შემდეგ, უამრავი. აი თვითონ ქვემო ქართლი კიდე უნიკალური და ველთა ძველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგრე რომ დიდება უფალს ჩვენ ჯერ ამ ყველაფრის, ეს არ არის ასე თქვათ უსაფუძვლოდ ნათქვამი, ყველაფერი მითითებული ქონდა მეუფე ანანიას, მე იმიტომ გიკითხებით, სად რა ინფორმაციები იყო დაცული და აი ჩვენი შვილები ამ ცოდნას კიდევ უფრო გაშლიან და გააღრმავებენ. ამისი დრო. ბოლოს კი მე ასე დაგემშვიდობებით, რომ რას ნიშნავს ყოველივე. ხო, მოდი ახლა ვთქვათ, რაც სოფლიო დონეზე გიამ ყვაშილავამ დაამტკიცა, ზუსტად ამის პრინციპულებაა ისაც. ეს ერთმანეთს ზუსტად ამყარებს და აძლიერებს. ქართული ენის შესახებ, რას აიდუმლოებებით ჩვენ ენაში ტრიალებს, ესეც ამას ესე იგი ნამდვილად ამყარებს და ნამდვილად ერთობას ქმნის. და ბოლოს ასე დავამთავრებ, ქებაი და დიდებაი ქართულის ენისაში წერია, რომ ერთი დღე ვითარცა 1000 წელიო და ჩვენი მოდგმა, რომელიც ლაზარეს არის შედარებული, ჩვენი ენა, ჩვენი ქართული ერი, მთლიანად ჩვენი კულტურა და ჩვენი არსებობა და ერთი წელი ვითარცა 1000, ერთი დღე ვითარცა 1000 წელიო და ლაზარე იცით თქვენ, რომ მეოთხე დღეს აღადგინა მკვდრეთით. და მასე თუ მიუყვებით, გამოდის, რომ 3000 წელი ქართული გენი, ქართული კულტურა, ქართული ენა იქნება მკვდარი მართალი ლაზარესავით, რას ნიშნავს? ესე იგი, მსოფლიოს წინაშე არ ექნება აღიარება, იქნება შეიძლება ითქვას დევნილი კიდეც და იქნება რომ იტყვიან მთელი მსოფლიო ალყის მოგერიების ცენტრშიო, მთელი 3000 წელი და მე-4000 წლიდან დაიწყება მისი აღდგინება. ანუ სააშკარაოზე გამოვა ეს ყველაფერი და ამას დაიჯერებს ჯერ პირველ რიგში ქართველი კაცი და მერე მთელ მსოფლიოს დააჯერებენ ქართველი მეცნიერები და ის ბუდე ქართველი ადამიანები, რომლებიც აი ესე დღე-დაღამ იკვლევენ ამ თემებს და ჩვენ პირადად რა ბედნიერებაა, რომ ვიცნობ ძალიან ახლოს მეუფე ანანიასაც და ჩვენ ვიფას ნუგზარ ვანიშვილს, რომელიც ასე მუხჩაუხრელად დღე-დაღამი შრომობს ამ თემებზე. ბატონი ნუგზარი, იცით რომ ესე იგი სულ ამ თემებზე იღწვის და მრავალ ბროშურას გამოსცემს, წიგნს გამოსცემს, გადაცემებს ატარებს და ასე ფართო ასპარეზზე გამოაქვს ეს თემა. ეგრე რომ ყველაფერი კარგად მიდის, ამით შეგვიძლია მასწავლებელო ვთქვათ, რომ დასრულდა 3000 წლოვანი ქართული გენის, ქართული ენის, ქართული მოდგმის სიკვდილი და იწყება მე-4000 წლეულში იწყება მისი მკვდრეთით აღდგინება და ანუ ფართო საზოგადოებაში ჩვენი მიკარგული, მივიწყებული, წართმეული მთელი კულტურა ნელ-ნელა გამოვა სააშკარაოზე და მთელი მსოფლიო აღიარებს ამას. აი ესეთი მომავალად იყო, თუ არა ვთვალობს, მომავალი ჩვენიო და ჩვენ იმდენი რამ წავიკითხეთ დღეს ახლა ამ ნაშრომში, რომ ნამდვილად ჩვენ ეჭვია რომ ხვალდაზე კიდევ უფრო ფართოდ გახდება ეს თემები აღიარებული. 1908 წლის 3 ივლისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ფესტოში, მინოსის სასახლის ნანგრევებში გათხრების დროს იტალიელმა არქეოლოგმა ლუიჯი პერნიემ აღმოაჩინა დისკო 16 სანტიმეტრი დიამეტრისა და 380 გრამი თიხის ფირფიტა. მის ორივე მხარეს სპირალისებურად ამოტვიფრული 61 სიტყვა კომპოზიტი.
ანუ 244 ნახატ-ნიშანი, ცეცხლში გამომწვარი ოქროს ყალიბით. დისკო პირობითად დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვის 1800-1600 წლებით. ფესტოსის დისკოს გაშიფვრის მცდელობები ჩატარდა ძველ ენებზე, ბერძნულზე, ხეთურზე, ლუვიურზე, ეგვიპტურზე, სემიტურზე, მაგრამ უშედეგოდ. მე-20 საუკუნის მიწურულს ავსტრიელმა მკვლევარმა ჰერბერტ ძებიშმა გამოთქვა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ფესტოსის დისკოს წარწერის ენა პროტოქართულია, კოლხური. იგი ამტკიცებდა, რომ წინარე ბერძნული მოსახლეობის ენა, კერძოდ პელაზგური, ქართველურ ენათა დედაა. ამ განცხადებებს მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ძებიშმა ვერ შეძლო ფესტოსის დისკოს დეშიფრირება. იგი 1993 წელს გარდაიცვალა. ამ საკითხით დაინტერესდა ქართველი მათემატიკოსი გია კვაშილავა. 17 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მან მოახდინა ამ დისკოს დეშიფრირება. დისკოზე დაბეჭდილი ნახატ-ნიშნები აღმოჩნდა კოლხური ოქროდამწერლობა. თხოვე უფალს, რომ უფალო თუ შენინება ის ადგილი ამოვარჩიო, რომელიც უფრო მარტივად იკითხება რა და დახუჭე და მე ხო თითი დავადე, ეს ვერ ვხედავ მე რომელ ადგილზე დავადე და დავინახე, რომ როგორ უნდა ამოვიკითხო. ჩხოფაი ურონი ნანა, გასხივოსნებული დედა ღვთაება. ამის შემდეგ ის წესი გავავრცელე მთლიანად სხვადასხვა უჯრებზე და დალაგებული ტექსტი გამოვიდა. ტექსტი წარმოადგენს საგალობელს, ნენანას, რომელიც ეძღვნება აია ნეშკარის მფარველ პელაზგურ კოლხურ ნაყოფიერების დიდ დედაღვთაება ნანას რეა კიბელეს. ამის დამბეჭდავმა, ამის შექმნელმა ქურუმებმა გაითვალისწინეს დღების ასტრონომიულად მისი წყობა, ასევე გაითვალისწინეს ცაზე ვარსკვლავების განლაგება. აია ბუშეფუ მაიჩხი უჩხუფუნენ ქონაკა პარჩო აია ბუშეფი ნეშკარი მაიჩფერო ფერკიაკ გაუგანა კუნგაულ კუნპერო ქიაშრკფრუო წიშმაილო გარფუნე ქნო ქიაშკრფრუო პუჩხო უჩხუფუნენ ქნო სუხანსაბა ორბელიანის ლექსიკონშიც კი არის დაფიქსირებული, რომ ვარდული არის მზის ნიშანი. მთელ სოფლიოში ვარდული ნიშნავს მზეს, ან მზის ცოლს, რომელსაც ზოგჯერ სხვადასხვა სახელები ქვია, მაგალითად შემიძლია ვთქვათ ინანა, ნანაია, აია, იშტარი. 2008 წლის 1 ნოემბერს ლონდონის სიძველეთა შემსწავლელ საზოგადოებაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე ქართველი მკვლევარის აღმოჩენამ თავდაყირა დააყენა მთელი 100 წლის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა ნაღვაწი. ამასთან შეგუება ბევრ მეცნიერს გაუჭირდა და გია კვაშილავას 3-4 წელიწადს მოთმინებას ურჩევენ. ვიდრე მთელი მსოფლიო მისი აღმოჩენის უპირატესობაში დარწმუნდება. ძალიან ბევრი მასალა გვაქვს ციგში დაფიქსირებული. ნუშროსკალი თურუნენაო თიკაფაენქ ხუშტანჯიგე ფაგარით თისათუნეგათ ნურსკაკნუ აშტანჯილუგე თისანჯილუ ჩხუნჯილუ ხუშტანჯიგე მაკუნი ქუო ჩხოფაიორნე ნამა მაჩხოლინჯი ესოზის ზულომის თავი დაბეჭდილია, ანუ ამოტვიფრულია 4 პოზიციაში. მე პირველად შევამჩნიე, რომ ეს სხვადასხვა მარცვალია. ისევ რჩება, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ხარი იცქირება ზემოდან ქვემოთ. ჩვენი ალგორითმის მიხედვით მეორე მარცვალია საჭირო და გამოდის ბური. ფაქტობრივად გამოდის, რომ ქართული ცივილიზაცია დგას ევროპული ცივილიზაციის სათავებთან. ძველი წელთაღრიცხვის 2200 და ძველი წელთაღრიცხვის 1500 წელი. ამის შემდეგ უკვე იწყება მიკენური ბერძნული ეპოქა 1500-დან 1100 წლამდე ძველი წელთაღრიცხვით, მერვე საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვით მოგეხსენებათ, რომ უკვე იწყება ეპოქა, მაგალითად ჰომეროსი. შემოდიან ბერძნული ტომები და ნაწილ-ნაწილ იღებენ ტერიტორიას და სულ ბოლო დარჩა კუნძული კრეტა.
ათასლეულების სიღრმეში იკარგება ქართული მოდგმის სათავეები. ეს პატარა ქვეყანა მდებარეობს სოფლიო ცივილიზაციათა კვეთის ცენტრში, როგორც ედემის ამოთხის გულში. მზედამიწა აქ შეწყვილებულ შეუღლებულნი არიან ღრმად და წრფელად. ასომთავრულ ანბანში შეუცნობელ საიდუმლოდ ბუდობს კოსმიური ცოდნის წყარო, მზის კალენდარი და ეროვნული წელთაღრიცხვა. დედამიწაზე სულ 52 ტიპის ნიადაგია და ჩვენი ქვეყანა ერთადერთია, სადაც მიწის ყველა სახეობა გვხვდება. საქართველო არის ღვინისა და პურის სამშობლო. ამ მცირე ტერიტორიაზე მყინვარებისა და სუბტროპიკების, მწვერვალებისა და ნახევარუდაბნოების უჩვეულო შეხამებით თითქოს კაცობრიული ლანდშაფტის მთელი სპექტრია აქ წარმოდგენილი. აქ ინება უფალმა კვართის დაფლვა, რითიც იკურთხა სამუდამოდ მიწა ქართლისა. ხოლო კვართ შემოსილი ქვეყანა კი უფალმა ზეციურ ძალთა უპირატეს, მარადის ქალწულს, ყოვლა წმინდა დედაღვთის მშობელს მიგვაბარა. ახლა გასაგები ხდება, რად ებრძოდნენ ქრისტეს მტრები ამ მადლმოსილ ქვეყანას ასე გამალებით. რას ეწირებოდნენ ქართველნი ასე თავგამეტებით და რა ძალამ მოიყვანა ეს პატარა ქვეყანა აქამდე. დიახ, ებრაელებმა უარი თქვეს ღმერთზე, თავის მისიაზე და ჯვარს აცვეს ქრისტე. ხოლო საქართველომ თავის მისიად დაისახა ჭეშმარიტი სარწმუნოების, მარად განურღვეველი ერთეკლესიობის დაცვა ქვეყნის აღსასრულამდე. ჯვარი ვაზისა, ეს ჩვენი სიმბოლოცაა და სასწაულიც. სულიერისა და ხორციელი შერწყმა, ცისა და მიწის გაერთიანებული ღიმილი. და როდესაც გულს სამსხვერპლო თასის დარა ციცოცხლის წვენით ვივსებ და ღმერთს ვაწვდით, პასუხად მადლსა და წყალობას ვიღებთ. საქართველოს გული ამგვარი სამსხვერპლო თასია. ჩვენში მიწას ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი, რადგან მის ნოყიერ ბელტებში ძალუმად ღვივის ქრისტეს სუნთქვა. მაცხონებელი ძალა მარადიული სამყოფელისა. საქართველოს ხერხემალი გადარჩენა, ეს არის სოფელი. იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, 20 საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში, დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი. აქ კი, დღეს იყიდება საქართველო, მინდორველით, თაგორით, ტყით, ვენახით, ნაქარგი ფარჩა ხავერდით, წმინდა ჰაერით, ნაამაგევი სახლით და კარით, ჩუქურთმიანი ეკლესია მონასტრებით. იყიდება საქართველო მჩქეფარე ნაკადულებით, ლურჯი ზღვით, მოწმედილ მოკაშკაშებული ცით. იყიდება ქართული მიწა, ქრისტესთვის დაღვრილი სისხლით გაპოხიერებული.
დიდება შენ და დედაო Ღვთისაო. ამინ. დიდება თქვენ და ყოველნო წმინდანო. დიდება შენ და ზეციო სახალხო. ვერთო გამოაჯამთელე მამუკა. Ოლაცმინდაო სამებაო შევიფალენ ჩვენ და გამოაჯამთელე მამუკა. როგორ ვთქვა და გვიჭირდა ამოსულა, მაგრამ ეს კაცი რამის 13 თვე არ ვაწერს და ესე ოფში იწურება და შევთხო მამა ილარიოს რომ დალუწოს და გამოაჯამთულს. გადაჭარბებულად არ ვიტყვი ეს არის თანამედროვე ბიძინა ჩოლოყაშვილი და შალვა ელისბარი და დავითი და კონსტანტინე ეს უძლიერესი ადამიანია, ძალიან ძლიერი სულის ადამიანი და საქართველოს მიწას ეწირება. შეეწიოს და დაიბაროს დედაღვთისმშობლის კვართმა, იმიტომ რომ იმისი წილი მიწა, დედაღვთისმშობლის წილი მიწა არ დაანება მტერს, არაბებს არ დაანება და აი საქართველოს დედაღვთისმშობლს თავისი წილი მიწა შეუნარჩუნა. Thέλջ 2011 წლის 6 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბრძანებით გაიყიდა სოფელ ჯუღაანში მდებარე 17 ჰექტარის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც შეიძინა არაბმა ინვესტორმა მახერ სალიმმა აგროტურისტული კომპლექსის მშენებლობის მიზნით. არაბი ინვესტორის ქართველი წარმომადგენელი პირველივე დღიდან იყო მამუკა სესიაშვილი, სოფელ ნაფარეულიდან. პირველადი მოლაპარაკება იყო, რომ უნდა გაეკეთებინა სასტუმრო კომპლექსი თავისი სავაჭრო ცენტრებით და უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი სასტუმრო კომპლექსი, სადაც ჩამოვიდოდნენ უცხოელი დამსვენებლები, დასაქმდებოდა საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად ადგილობრივი ხალხი, რაც ჩემ მეუღლეს ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, რომ დათანხმებოდა მის პირობებს. 2012 წლის აგვისტოში მანხერმა სტუმრები ჩამოიყვანა ქუვეითიდან. მამუკა სესიაშვილმა ერთ-ერთი არაბისგან შემთხვევით შეიტყო, რომ მანხერ სალიმს კერძო პირისთვის მიუყიდია და გაუფორმებია ქართული მიწის ნაკვეთი. ისინი რო წავიდნენ, შემდეგ ამ კაცს დაუპირისპირდა და უთხრა გააგრძელებ ჩვეულებრივ სასტუმრო კომპლექსს, გააგრძელებ არა და მე არ გაპატიებ შენ. მაშინ მანხერ სალიმმა მამუკა სესიაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ
$1.5 მილიონ შესთავაზა. როგორც კი მამუკამ მიხვდა, რომ თანამონაწილე ხდებოდა იმ საქმეს, სადაც ეს საქმე საქართველოს კარგად არ შემოუტრიალდებოდა, იმ წუთში წავიდა წინააღმდეგი ამ საქმის. შესთავაზა თავიდან $1 მილიონი, შემდეგ $1.5 მილიონი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ უთხრა ქართული მიწა არ იყიდება. მამუკა იყო პიროვნება, რომელიც არ უღალატებდა თავის ოჯახს, არ უღალატებდა თავის მეგობრებს, არ უღალატებდა ღმერთს და არ უღალატებდა იმ ქვეყანას, სადაც დაიბადა და გაიზარდა არანაირი ანაზღაურების ხარჯზე. ყველაზე მთავარი მაინც ეს არის. და თვითონ ამ არაბმაც უთხრა სხვათა შორის, შენ არ აიღებ ამ ფულს, მაგრამ სხვა მაინც აიღებსო. მამუკა დაუკავშირდა თელავის მუნიციპალიტეტს და უთხრა: ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს მიწა 17 ჰექტარი ოფიციალურად თქვენ დაგიბრუნდეთო. სასამართლო მოიგო მამუკამ, მაგრამ გავიდა პერიოდი და იმის მაგევრად, რომ ის არაბი ინვესტორი დაჯილიყო და ის უფლებები, რაც ჰქონდა საქართველოში, ის აეკრძალა სახელმწიფოს, მოხდა პირიქით. თელავის მუნიციპალიტეტთან შედგა სიტყვიერი შეთანხმება. ჯერ გამტყუნდებოდა მამუკა სესიაშვილი. შემდეგ შესაბამისად მანხერ სალიმი. თაღლითობის გამო მას ჩამოერთმეოდა შესყიდული მიწის ფართობი. სამშობლოს გაყიდვის სხვადასხვანაირი ფორმები არსებობს, ალბათ, ხო? მე როგორც ხედავ ეგრეა. მართლაც თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მამუკა სესიაშვილი თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს და პირობით 2 წელი მიუსაჯეს. მანხერ სალიმმა თბილისში ზემდგომ ეშელონებში დაიწყო საქმის მოგვარება. თელავის მუნიციპალიტეტმა საჩივარი კი შეიტანა სასამართლოში, რომ ნასყიდობის ცნობა გაბათილებულიყო. მაგრამ მამუკას გასამართლებიდან წელიწადნახევრის შემდეგ არაბს სახლების აშენების ნებართვა ისევ მისცა. თუ კანონი იყო და ჩემი ქმარი იყო თაღლითი, ანალოგიურად მანხერ სალიმიც იყო თაღლითი. და რა უფლებით მისცა საკრებულო? უფლება ამაზე. მე ამაზე უნდა გავწეს საკრებულომაც პასუხი და თვითონ ბატონი მანხერის მხარემაც. დავინახეთ, რომ მშენებლობებიც გაგრძელდა და თითქოს ეს სასამართლოს დადგენილება თითქოს არაფერს არ ნიშნავდა. ის კოტეჯები ისევ შენდება, არ ვიცი ვისი ხდება. დასტუმრო კომპლექსი მშენებლობის პროცესი. ეს სპეციალურად დააწერეს ახლა. იცი? აი, აბა ნახე იმას. აი ნახე ეს ოფისი იყო მარტო აშენებული. აი ეს დაბალი რაცანი. იქით ახალი მიუშენებია თუ ოფისზე. უცბად სამოწმენდეზე დაეწყო ჩემ მეუღლეს. უცაბედი სიცხეები, ძალა ეცლებოდა, ვეღარ დადიოდა. მამა აკაკი მითხრა, რომ მას რაღაც ქონდა გაკეთებული და აუცილებელი იყო მისი კვეთებულებზე ტარება და ვატარებდით ყოველ 4 შაბათს, ყოველ დღე ზიარებას იღებდა, აღსარებებს აბარებდა, მისი მოძღვარი მაქსიმალურად დაეხმარა მის სულიერ გაძლიერებას. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რაღაც თითქოს გულდაწყვეტილად, რომ თითქოს აღარ არიან ესეთი ქართველები, როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ. მაგრამ ესე არ არის. დიდება უფალსთან, მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ესეთი ქართველები, როგორც არის ჩვენი მამუკა, რომელიც სიცოცხლეს წირავს ქართული მიწისთვის. 2014 წლის 17 სექტემბერს მამუკა სესიაშვილი გარდაიცვალა. ჩვენ სამეგობროში რაღაც ძალიან დიდი ეჭვი გაჩნდა მასთან დაკავშირებით, რომ ან მამუკა მოწამლეს, ან მამუკას რაღაც ისეთი გაუკეთეს, რომლის გამოც მამუკა დაავადდა და ხელიდან გამოგვეცალა. თავისი გასვლის დღე თვითონ ფურცელზე დაგვიწერა უკვე რომ საუბარი აღარ შეეძლო, დაგვიწერა რიცხვი და ვერ მივხვდით რა რიცხვს წერდა და იმ დღეს რომ გავიდა ამ ქვეყნიდან მივხვდით რომ მისი გასვლის დღე დაგვიწერა ფურცელზე. სასამართლო პროცესი მისმა მეუღლემ ირინე კიწმარიშვილმა მამუკას მეგობრების თანადგომით გააგრძელა. პირველი ინსტანცია რომ გავიმარჯვეთ, მეორე ინსტანციაში შეცვალეს ეს გამარჯვება და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ დასწრების გარეშე გააკეთეს უზენაეს სასამართლოში და შეგვატყობინეს, რომ გადაეცა ოფიციალურად ბატონ მაჰერს. მით უმეტეს მაჰერის მხარემ გადასარევად იცოდა, რომ არც 2000 ლარი ქონდა ბატონ მამუკას, არც 2 წელი ეკუთვნოდა იმ კაცს თუ არ იყო თაღლითი, რომ
სასჯელი ქონოდა და არც ამჟამად მიცვალებული არ უნდა ყოფილიყო ჩემი მეუღლე. სრულიად ჯანმრთელი კაცი გაქრა ამ ქვეყნიდან. მამუკა სესიაშვილი გამოიყენა ამ ხელისუფლებამ იმისთვის ძალიან დიდი ბოდიში ესე რომ საუბრო, მაგრამ მეტი სხვა სიტყვები არ მაქვს. გამოიყენა ამ ხელისუფლებამ იმისთვის რომ მახესალემის წინააღმდეგ აეგორებინათ არარსებული საქმე და არ მიეცა ჩვენებობის ნებართვები და წაერთვიათ მიწის ნაკვეთი. მამუკა სესიაშვილის ბრალი, რაც მან აღიარა არარსებულ დანაშაულის გამო, იყო მხოლოდ ერთადერთი, რომ თითქოს რაიმე დანაშაულია იმაში, რომ იყიდო მიწის ნაკვეთი, შეუცვალო სტატუსი და გადააფორმოს სხვაზე. 2011 წელს 80% უცხოელებისა ესე ყიდულობდნენ მიწის ნაკვეთს. ეს არ არის არავისთვის უცხო. და ერთმანს გამოიყენა ჩემი მეუღლე და მეორემაც ასე გამო. სამშობლოს გაყიდვა, აბა რა არის? სხვა ამას მე ვერაფერს ვერ დავარკვევ. მამუკას საქციელი ზოგადად თითქოს არაფერი, მაგრამ ჩემთვის არის დიდი გმირობა. ერის წინაშე, ქვეყნის წინაშე და ჩვენთვის სამეგობროს წინაშე, თუნდაც პირველ რიგში ჩვენი შვილების წინაშე. რამე თუ როდესაც ახალგაზრდები უყურებენ იმ პრინციპულობას, რასაც ქართველობა ქვია, ეს რა თქმა უნდა არის მაგალითი მათთვის, რომ მათ თავიანთი სამშობლო შეინახონ, მოუვარონ, გაუფრთხილდნენ და მოიქცნენ ისე, რასაც ქვია ღირსება, რასაც ქვია ჩვენ წინაპრების პატივისცემა, რასაც ქვია ერთგულება. სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობა მიწების გარეშე რჩება. მანდარ მედივა შვილო, აბაი ჩაკეტილია ძაღლიც რაღაც, მე შიგნით არასოდეს არ ყოფილა. 2011-ში გავიდი სხვის გარო ესეთი რამე ვიღაცა არაბი ყოფილა და იმან გაიფორმა ჩვენი კუთვნილი მიწა. ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ აი თავს ზევით ძალა რო არ არის ამისი. ან გამგებეს ვინა კითხავენ რომ იმასაც თავისზე უფროს ზემდგომები ყავს და რასაც ელენებიან ეგეც მაგას აკეთებს. რა არაბები ჩვენი ქართველებს ჩაგვასახლებენ სადმე თავიანთ კუვეიტში, როგორ იციან ჩვენი უფროსები. ერთ ჩემნაირების ეჭვია და აზრია რომ ალბათ შეიძლება მე ეგეთი აქაო მეჩეთი დაარსონოს, ხანაი ლოცვა ქონდოთ ისე და მე არაფერი არ ვიცი, რაც არ ვიცი. ამას არის ლაპარაკი? გაღიზიანებულიც შეიძლება ითქვას დამცირებულები თვითონ მთავრობამ უნდა იფიქროს ამაზე ჩვენ რა შეგვიძლია. მე მარტო ღმერთის იმედი მაქვს, მე არც იმის იმედი მაქვს, მანდ რაღაცა შენდება და აი ჩვენ დაგასაქმებენ და არც არაფერი. მე მარტო ჩემი ცხოვრების მადლზე მარტო ღმერთის იმედი მაქვს. მე არც ერთი მთავრობის იმედი მე არა მაქვს. არაფრის არ უნდა გვეშინოდეს რა, აი არ შეგეშინდეთ არაფრისა. აი ეს სულისკვეთება და ეს მუხტი შევინარჩუნოთ. ჩვენი მომრევი კაცი არ არის. გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მიერ სოფელ ნაფარეულში დაფუძნებულ სადროშოს მიენიჭა ქართული მიწისთვის თავდადებული მამულიშვილის მამუკა სესიაშვილის სახელი. დაუცარი გული ქონდა, კლდეს ვეძახდით ხოლმე ესეთი ვაჟკაცი იყო და არ გაუყიდი ამას, არც მიწა და არც სული. აი ესე კაცურად და ვაჟკაცურად, როგორც სანთელი ისე ჩაქრა. რასაც სესე შეეწირა, ამას ნატრობს ყველა შეგნებული ქართველი ამ სიყვარულს, იმიტომ რომ ქართული მიწა-წყლის გადარჩენა შეეწირა კაცი. მან უთხრა პირდაპირ ეგეთ სიტყვებით, შეშევლეთ რომ მიწა არ იყიდებაო. ეგ უკვე სხვა განზომილებაა. სხვა განზომილების ბრილიანტი იყო ეს კაცი. შესაბამისად მამუკას ცხოვრებას და საქციელიც და მისი თავგანწირვად ზუსტად ეხება ამ სიტყვებს. ქართული მიწა არ იყიდება.